წავი შეფასებების თემა პოლიტიკურ სპექტრში მმართველი გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა. ამერიკული ფარას ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენებით და ინტერესებით მოქმედებენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენაა მიმართული, ოპოზიციაში კი ბოლო დროს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებენ. დღევანდელ ოცნებას, არალეგიტიმურ ოცნებას ძალიან სურს ან ბრიტანული ან ამერიკული კანონის შემოღება საქართველოში, მაშინ მოუწოდებ მათ, რომ ამ კანონებს გამოაყოლონ ბრიტანული და ამერიკული სასამართლო, მათ შორის ბრიტანეთში და ამერიკაში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, იქ არსებული სახელმწიფო მოწყობის სტანდარტი და ასე შემდეგ. ამიტომ ცალკე აღებული ვერც ერთი კანონი, ვერც ბრიტანული, ვერც ამერიკული ვერ იმუშავებს იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლოს წარმოადგენს ჩინჩალაძე მურუსიძე. კონტექსტი აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ვითარებაში. იცით რომ ფარა თავის დროზე რატო იყო მიღებული, ეხლა რეჟიმი რატო მიღებს ამას, ესეც ვიცით რატო მიღებს. იმიტომ მიღებს რომ იმ კანონმა არ იმუშავა რომელიც მიღებული აქვს. საერთოდ არ უმუშავია კანონს და ეხლა ისეთ სისულელეებს ლაპარაკობენ, გაგახსენებთ, მაშინ კიდევ ერთხელ თუ მოკლე მეხსიერებაზეა საუბარი, რომ იმიტომ ამერიკაში იმიტომ შეაჩერეს ფარას გარკვეული მუხლის აღსრულებაო, რომ ჩვენ დავაინიცირეთ აქო და ევროკავშირმა საერთოდ გადაიფიქრაო ფარას მიღება, იმიტომ რომ საქართველოში ანალოგის მიღება გვინდა. მას შემდეგ რაც მოხდა სწორედ 2 წლის წინ პირველად შემოტანა ახალი კანონის, რასაც თავის მხრივ რუსულ კანონს გულისხმობ აქვს მიზნები და ეს არის რეპრესიული ხასიათის, მათ უკვე და გადაწყვიტეს, რომ პროპაგანდისტული მიმართულებით გამოიყენონ ეს ნარატივი. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ეს კანონი, ეს კანონ პროექტი, ან ის, რაც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, აბსოლუტურად არ ემსახურება ქართულ ინტერესებს. პირიქით, ეს არის უთანხმოების, უფრო მეტად და პოლარიზაციის გამაღრმავებელი. ამერიკაში მოქმედებს უსაფრთხოების დასაცავად ეს კანონ პროექტი და ეს კანონი და შესაბამისად საქართველოში რატომ უნდა იმუშაოს. ჩვენ ნახეთ, რომ სხვათა შორის აქედან რადიკალური ოპოზიციიდან, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის ოჯახიდან გადარიცხული თანხები რო ხმარდებოდა საქართველოს საწინააღმდეგოდ იქ უცხოეთში ლობისტებს, ეს ფარას მეშვეობით გავიგეთ ჩვენ. რატომ უნდა გავიგოთ ფარას მეშვეობით, როცა შესაძლებელია რომ საქართველოშიც იყოს ასეთი კანონი. თუ კი არის კარგი ამერიკაში, აუცილებლად იქნება კარგი საქართველოში. ჩვენ რომ მივიღეთ ქართული გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ყველაზე მსუბუქი არის იმ კანონებთან შედარებით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედებს, იგივე ამერიკაში, ბრიტანეთში და ასე შემდეგ საფრანგეთში. აქ ძალიან სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, რომ გამჭვირვალობის რეესტრში არ დარეგისტრირდნენ ის ყველაზე მსხვილი და მდიდარი NGO-ები, რომელთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩვენთან ახლა როგორც ვითარდება მოვლენები და ხედავთ თუ რამდენად საშიში ყოფილა USAID-დან დაწყებული, NED-ით დამთავრებული და ასე შემდეგ, ესეთი დონორი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მკაცრი ამერიკაში მოქმედი კანონი სიტყვასიტყვი დაგვაინიცირებინა და დავაინიცირეთ კიდევაც.